ძრავას გაგრილების სისტემა. სამუშაო ნარევის წვას ძრავაში თან ახლავს დიდი რაოდენობის სითბოს წარმოქმნა. გაგრილების გარეშე ძრავა გადახურდება და სწრაფად გამოვა მწყობრიდან. გაგრილების სისტემის დანიშნულებაა აართვას ძრავას ზედმეტი სითბო. გაგრილების სისტემა ინარჩუნებს აგრეთვე ძრავაში ოპტიმალურ სითბოს, რომელიც საჭიროა ძრავას ნორმალური მუშაობისთვის. გაგრილების სისტემა შედგება შემდეგი მოწყობილობებისგან. ცილინდრების ბლოკის და ბლოკის თავის გაგრილების პერანგებისგან, გამაგრილებელი სითხის ტუმბოს, თერმოსტატის, რადიატორის, ვენტილატორის, გაფართოების ავზის, მილსადენების და გათბობის რადიატორისგან. განვიხილოთ სითხით გაგრილების სისტემის მუშაობა. სითბოს გაცემა ხდება გაგრილების არხებიდან, რომლებიც შევსებულია გამაგრილებელი სითხით და ეწოდება გაგრილების პერანგები. პირველ რიგში ცილინდრების ბლოკის პერანგებიდან გამოდის სითბო. გამაგრილებელი სისტემა დახურული სისტემაა და არ უნდა მოხდეს მისგან სითხის გამოშონება. სითხე ცირკულირებს სისტემაში ტუმბოს დახმარებით. ტუმბო მოქმედებაში მოდის მუხლა ლილვიდან საერთო ხვედით. იგი ცენტრიდანული ტიპისაა. იმისთვის, რომ არ მოხდეს ძრავას გადახურება, სითხე გადადის რადიატორში, იგი იღებს ცხელ სითხეს და ჰაერის შემობერვის საშუალებით აგრილებს მას.